Samsung-ის ფლაგმანები მოვაფრინეს წეროებმა ჩემთან, მაგრამ Ultra-სკენ მიიწევს მაინც გული და ვისაუბროთ. თან ეს ეკრანი ძალიან მაინტერესებდა და გავტესტე და ვნახე. და თან აღმოვაჩინე, რომ ეს smartphone-ი ესე საუკეთესო არაფერშია, მაგრამ ყველაფერში სტაბილურად ძალიან კარგია. აი აგიხსნით. Okay, სამივე smartphone-ის ყუთში ვხვდებით თვითონ ტელეფონებს და დამტენ კაბელს. აქ არაფერი შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ერთი რამ. ახლა S26 და S26 Plus იგივე კამერის ჩარჩო აქვს, რაც Ultra-ს, რაც კიდევ უფრო ახლოვებს ამ smartphone-ებს ერთმანეთთან და უფრო გარჩევადი იქნება S26 გიჭირავს თუ S25 ან S24 ან A55 ან A24 და კიდევ სხვა. ბოლოს კამერის ჩარჩო S22-ში ქონდა, როგორც მახსოვს და მე მომწონდა, იმიტომ რომ პრემიუმ ვიზუალს ქმნიდა თვალისთვის. ახლა დაბრუნდა ეს და გარჩევაც გამარტივდა. მოკლედ დიზაინი შეცვალეს და აღარ გვაქვს უბრალო კამერის ლინზები, ახლა კამერის ჩარჩოშია მოთავსებული ეს ლინზები და ასევე უფრო მოამრგვალეს Ultra კუთხეებში. როდესაც iPhone-ის, Google-ის და Samsung-ის ფლაგმანები შევადარე, მან ვთქვი, რომ ყველაზე არაკომფორტული ხელში დასაჭერად S25 Ultra იყო, მაგრამ ამ კუთხით წინ წავიდნენ და მიხარია თიც აღარ გკენს ეს smartphone. Okay, ზოგადად ეკრანზე დასაწყისში ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ Ultra-ს ეკრანი ისეთი თემაა, რომ ბოლოსთვის მოვიტოვებ. აწყობას თუ შევხედავთ, ეკრანი ისევ Gorilla Armor 2-ით არის დაცული, უკანა პანელი ისევ Gorilla Glass Victus 2-ია, IP რეიტინგი კი 68 აქვს. განახლებულია ჩარჩო, ტიტანიდან ალუმინზე გადავიდნენ, უკეთესი თბოგამტარობისთვის. ამას დამატებული ყველაზე დიდი თხევადი გაგრილების სისტემაა Ultra-ში მოთავსებული, რაც კი აქამდე ქონიათ. ანუ გრძელვადიან გარბენში უკეთესი წარმოდობა ექნება ამ smartphone-ს, რაც არის ძალიან მაგარი. და ხო, წარმოდობას რაც შეეხება, Galaxy-თვის შექმნილი Snapdragon 8 Elite Gen 5 გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩიპსეტად. Samsung ირწმუნება, რომ გეიმინგისთვისაც შესანიშნავია ეს smartphone და Ray Tracing-იც ერთ-ერთი საუკეთესო აქვს. GPU-ს წარმოდობა გაიზარდა 24%-ით, CPU-ს წარმოდობა 19-ით, ხოლო NPU, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სწრაფ და ენერგოეფექტურ მუშაობაზეა პასუხისმგებელი, 39%-ით გაუმჯობესდა. Geekbench-ზე ზედიზედ 3-ჯერ გავუშვი benchmark-ი, ანუ პირველი როდესაც მორჩა, იმწამს რომ მეორედ გავუშვი, რომ გაცხელებულზე მენახა რამდენად დააკლებოდა წარმოდობა და არა, არაფერი დაკლებია, მეტიც მეორედ როდესაც გავუშვი, შედეგები გაუმჯობესებული იყო, ძალიან მცირედით, მაგრამ იყო. აი მესამედ გაშვებისას multi-core-ზე დააკლებდა პერფორმანსი, მაგრამ საგანგაშო არაფერი, მაინც ერთ-ერთი საუკეთესო წარმოდობა აქვს ფლაგმან smartphone-ებში S26 Ultra-ს. ხოლო გრძელვადიან დატვირთვისას დაეცა წარმოდობა 50%-ზე დაბლა, რაც ნამდვილად არაა კარგი შედეგი, საკმაოდ ცუდიცაა, მაგრამ სისტემური განახლებები გამოასწორებს ამ პრობლემას მჯერა. მეც გავაკეთე ეს CPU-ს გრძელვადიანი დატვირთვა და იმდენად გაცხელა, რომ ხელს მიწვავდა ჩარჩო, მაგრამ 2 წუთში გაგრილდა, ალბათ იმიტომ, რომ თხევადი გაგრილების სისტემა თავისას შვება. ძალიან მაგარი. აი, ელემენტი ცოტა საინტერესო თემაა. S20 Ultra-დან მოყოლებული ელემენტის მოცულობა არ შეუცვლია Samsung-ს და ამ S26 Ultra-შიც 5000 mAh-ს ხვდებით. ვიდეო playback-ი ისე 30 საათი აქვს, როგორც S25 Ultra-ს ქონდა. მაგრამ წინამორბედებთან შედარებით S26 Ultra 60 ვატით დაიტენება და ნახევარ საათში ავა 75%-მდე, რაც არის შესანიშნავი შედეგი. არ არის ნამდვილად Xiaomi-სავით 100 ვატიანი ან 90 ვატიანი, მაგრამ 60-ით ძალიან cool და ძალიან მისაღები. მაგრამ პირადად მე მეცველოდი ელემენტის მხრივ, როდესაც ფლაგმანები შევადარე ერთმანეთს, S25 Ultra ერთადერთი იყო, რომელსაც უკანა პანელზე მაგნიტები არ ქონდა, როგორც აქვს მაგალითად iPhone-ს და Pixel-საც კი უკვე. და მაშინ თქვი, რომ იქნებ შემდეგ მოდელში იყოს მაგნიტები, თქო და არა, არ არის. 25 ვატამდე გაიზარდა უკაბელო დამხვტვა, რაც კარგია ძალიან, მაგრამ მაგნიტების კომფორტიც რომ დაემატებინათ ძალიან კარგი იქნებოდა. ანუ არა მარტო დამხვტვისთვისაა ეს კარგი. აქსესუარებით შეგვიძლია გავუკეთოთ. მაგალითად, სადგამი, როგორიც აქვს Pixel Snaps, ან მანქანაში მაგნიტით გქონდეს დამაგრებული smartphone. ელემენტში არც ბოლო ტექნოლოგიას ხვდებით, silicon carbon-ის სახით, ანუ უფრო დიდი მოცულობის ელემენტი შეიძლებოდა ამ smartphone-ში მოთავსებულიყო და ზომა იგივე დარჩენოდა. მაინც გავტესტე ჩემს ყოველდღიურობაში და ახლა 3 უკლია 20 წუთი. და smartphone-ი არის 85%-ზე. ახლა არის 8 საათი და smartphone-ი 49%-ზეა. ამ შუალედში დრო მქონდა გასაყვანი და მომიწია თამაში. ვითამაშე, საკმაოდ ბევრი ვითამაშე და მაშინ 10% დააკლდა თამაშისას, მაგრამ არ იყო გასაკვირი, იმიტომ რომ დიდი ხნით ვითამაშე და ხო, ახლა არის 49%-ზე. ანუ ჩემგან უდიდესი ლაიქი. ძალიან cool. Okay, ახლა S-Pen-ზე უნდა ვისაუბრო. როდესაც სტილუსს ვიყენებდი ეკრანზე, ასეთ სასიამოვნო არ ყოფილა არასდროს ჩემი პირადი გამოცდილებით. ანუ შეიძლება მეჩვენება და შეიძლება არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს სტილუსი ყველაზე სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო. გამომიყენებია S24 Ultra-სიც, S25 Ultra-სიც და S26-ზე ძალიან რბილად მოძრაობს სტილუსი ეკრანზე და ძალიან სასიამოვნო იყო ეგ. ხო, ასევე სტილუს დიზაინით შეუცვალეს. აი, ეს ხილაკი იყო ბრტყელი და ახლა აღარ არის ბრტყელი, ესე გადადის გვერდით. იმიტომ რომ корпуსი მომრგვალდა თვითონ smartphone-ის და ამ მომრგვალებას მიყვა ეს სტილუსიც. რაც თავის პატარა
პატარა პრობლემებს წარმოქმნის. აი განახი. როდესაც მაგალითად სტილუსს გამოიყენებთ და შემდეგ ეს სტილუსი უნდა დააბრუნოთ smartphone-ში, შეიძლება აი ასე დააბრუნოთ, რაც როგორც ხედავთ, წვეტს ქმნის კუთხეზე. რაც თავისთავად პატარა პრობლემაა, რადგან ხელში მოგხვდებათ ცუდად, შეიძლება დავარდნისას ამით დაეცეს და დაზიანდეს სტილუსი, ამიტომაც გაითვალისწინეთ და ყოველთვის სწორად ჩაცვით აჯობებს. ხო, მე გირჩევთ, რომ როდესაც დააბრუნებთ კორპუსში სტილუსს, ეს ღილაკი, რომელიც სტილუსს აქვს, იყოს ეკრანის მხარეს და მარტივად მიხვდებით მერე როგორ უნდა ჩასვათ. და თან პატარა პირადი გამოცდილებაც მინდა გითხრათ და თან გკითხოთ. როდესაც S25 Ultra მქონდა, სტილუსს მხოლოდ დროის გასაყვანად ვიყენებდი. ან რამეს დავხატავდი, არც თუ ისე დიდი ნიჭით, ან წერდი ხოლმე და მერე იმ ნაწერსაც ვშლიდი. ანუ მაქსიმუმ 5 წუთით ვიყენებდი. S24 Ultra-ს შემდეგ ამ სტილუსს Bluetooth-იც აღარ აქვს, რომ კამერა აკონტროლო ან ჟესტებით მართო ეკრანი. ანუ ბევრი არაფერი შეჭა ამ კალამს ფუნქციის სახით. მე პირადად მირჩევნია შემდეგ მოდელში ეს სტილუსი გააქრონ და მისი ადგილი ელემენტისთვის გამოიყენონ. აქედან გამომდინარე მე თქვენთან მაინტერესებს, თქვენ რაში იყენებთ სტილუსს, ან თუ იყენებთ საერთოდ და გირჩევნიათ თუ არა Ultra-ს კონდეს იგივე ელემენტი, მაგრამ სტილუსი, თუ გაზრდილი ელემენტი სტილუსის ხარჯზე. ხო, ეს მართლა ძალიან მაინტერესებს გულწრფელად და გთხოვთ რომ კომენტარებში დამიწეროთ. Samsung-ის ივენთის ალბათ ნახევარზე მეტი დაეთმო ხელოვნურ ინტელექტზე საუბარს და რომ ციდან ვარსკვლავებს წყვეტს ეს smartphone ერთი პრომპტის დაწერით. თუმცა ახალი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე უკვე ვისაუბრე ივენთის მიმოხილვაში, აი აგერ. ის ვიდეოც შეგიძლიათ ნახოთ. ეხლა პაცა პირადი გამოცდილება. მე მინდოდა რომ ერთი სკრინი მქონდა, დასკრინული მქონდა ეკრანი და ეგ სკრინი მინდოდა მომეძებნა. ივენთზე იყო საუბარი რომ ახლა გალერეაში უფრო გამარტივდა ფოტოების მოძებნა, როდესაც ხელოვნური ინტელექტს ეტყვი რას ეძებ ფოტოში. და ვცადე ეგ. ამ სკრინის მოძებნა ვცადე. პირდაპირ იმით, რაც ამ სკრინში ეწერა და ვერ მოძებნა. არ ვიცი, შეიძლება ჩემშია პრობლემა, შეიძლება თვითონ ამ smartphone-შია პრობლემა, ვერ გეტყვით, მაგრამ ხო, ჩემთან დიდად არ გამოვიდა ეგ კონკრეტული. სხვა რაღაცები არ გამიტესტავს, მაგრამ რაშიც დამჭირდა, იმაში ვერ დამეხმარა. თქვენ თუ გეხმარებათ, დამიწერეთ კომენტარებში, ეგეც ძალიან მაინტერესებს, იყენებთ თუ არა ხელოვნური ინტელექტს ზოგადად ყოველდღიურობაში. Samsung-ის AI-ს. ფოტოებიდან რაღაცების წაშლის გარდა. მაგას მეც ვიყენებ. ოკეი, კამერებში დიდი არაფერი შეცვლილა, მაგრამ რაც არის, ეს პატარა-პატარა ცვლილებებია და გავყეთ. თავი ცვლილება არის ის, რომ დიაფრაგმები გაზარდეს, მთავარ და 5x ტელეფოტო კამერაში, რაც უფრო მეტ სინათლეს შეუშვებს ლინზაში და შედეგებიც უკეთესი იქნება თავისთავად. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ღამის ვიდეო გადაღებაც უკეთესი გახდა და რა ვიზუალურ ხმაურსაც აქამდე შევხვდებოდით, ეგ ხმაური შემცირდა, რასაც ვადასტურებ. ასევე ძალიან მაგარია ახალი ჰორიზონტის სტაბილიზაციაც, ანუ ამას თუ ჩართავთ, სულ რომ ამოატრიალოთ ტელეფონი მაინც იმ ჰორიზონტის დონეზე დარჩება, საიდანაც დაიწყო გადაღება. ეს საკმაოდ გამოსადეგი იქნება თავგუდმოგდილი ჯილის ერბილისას მაგალითად. სათბის კამერაც გაუმჯობეს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ახლა წესით უფრო რეალური კანის ფერი უნდა გქონდეს შედეგებში. ულტრაფართოკუთხოვანი კამერა 50 მეგაპიქსელიანია და წინა მოდელის იდენტურია. მთავარი კამერა 200 მეგაპიქსელიანია და წინა მოდელთან შედარებით ამ კამერაშია დიაფრაგმა გაზრდილი, ისევე როგორც 50 მეგაპიქსელიან 5x ტელეფოტო კამერაში. 10 მეგაპიქსელიანი 3x ტელეფოტო კამერა ამასობაში გააუარესეს და სენსორის ზომა შეუმცირეს, რატომღაც ამასთანავე 5x ტელეფოტო კამერა აღარ არის პერისკოპული. აი პერისკოპული კამერა ხო ვიცით, ბევრი ლინზა რო არის პატარა სივრცეში ჩასმული და უკეთესი ზუმი შეიძლება გქონდეს, ან უკეთესი ფოკუსი. ზუსტად ამიტომ მინიმალური ფოკუსის დისტანცია გაიზარდა ამის გამო, რაც მაკროფოტოების გადაღების საშუალებას აღარ გვაძლევს იმდენად. როდესაც ფლაგმანები შევადარე, იმ ვიდეოში ხშირად ვამბობდი, რომ S25 Ultra ბნელ ფოტოებს იღებდა, მაგრამ ახლა როდესაც S26 Ultra-თი გადავიღე, აღარ არის აშკარად ბნელი ფოტოები. შეიძლება ამ განახლებული და გაზრდილი დიაფრაგმის გამო. ფოტოები უფრო ნათელი გამომივიდა, თუმცა თანამედროვეობაში და მით უმეტეს Samsung-ში ხელოვნური ინტელექტი ხომ ძალიან უყვართ და ეს ფოტოების გადაღების შემდეგ ხომ მუშავდება. ხო და ამ ფოტოებს ეტყობათ დამუშავება. აი მაგალითად, ვფიქრობ, რომ iPhone-ს არ ეტყობა დამუშავება. Xiaomi-ის ფოტოებს ასევე კარგად ჰქონდათ ბალანსი დაჭერილი, მაგრამ ამ smartphone-ით გადაღებულ ფოტოებს ეტყობათ დამუშავება და უკეთესი სურვილს მიტოვებს. ზოგი ფოტო, რომელიც გადავიღე, ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა, რომ დახატულია და უკეთესი იქნებოდა, რასაც ვხედავ, იმას იღებდეს და ნაკლებად ამუშავებდეს ბუნებრივობის შენარჩუნების მიზნით. უკეთესი სურვილს არ მიტოვებს ვიდეო გადაღება, იმიტომ რომ საკმაოდ მომეწონა, ღამით გადაღებული კადრებიც და დღისით გადაღებული კადრებიც საკმაოდ კარგი გამოვიდა და HDR ვიდეოები კარგად გადაიღო. ახალი სტაბილიზაციაც მშვენიერი დამატებაა, სავარაუდოდ იშვიათი გამოყენება ექნება, მაგრამ როცა დაგჭირდება ადამიანს, გაგიხარდება, რომ ეს ფუნქცია აქვს.
ოკეი, მთავარი ამბის დროც მოვიდა ეკრანი თავისი ინოვაციებით. ეკრანში ზუსტად იგივე მონაცემებს ხვდებით, რასაც წინა მოდელში ხვდებოდით. 6.9 ინჩიანი LTPO AMOLED ეკრანი 1-დან 120 Hz-მდე განახლების სიხშირით, HDR 10+, 2600 ნიტი პიკური სიკაშკაშე და როგორც უკვე ვთქვი, Gorilla Armor 2. თავისუფლად ჩანს მზის შუქზეც ყველაფერი ამ ეკრანზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფლაგმანებს 3000 ნიტი ან მეტი აქვს, 2600-ით საკმაოა მზის შუქის დასაცლელად. ინოვაცია ამ ეკრანში არის privacy display, ანუ კონფიდენციალურობის მაქსიმალური დონე. თუ მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინმე გვერდით გიდგათ და გიყურებთ ტელეფონში, შეგიძლიათ privacy display ჩართოთ და გვერდიდან ეკრანი აღარ გამოჩნდება. ზუსტად ისე, როგორც სპეციალური privacy ბრონები აკეთებენ. აი, ასე ზუსტად. ჩანს? აღარ ჩანს. ჩანს? აღარ ჩანს. თუ მაინც ჩანს, შეგვიძლია უფრო გაძლიერებული დავხსნათ. აი ეს. ჩანს? აღარ ჩანს. ძალიან cool, ძალიან მაგარი. ხო, აქედან გამომდინარე, ვეღარავინ დაინახავს თქვენს ეკრანს, თქვენი პირადი სივრცეც დაცული იქნება. გადასაკრაო ბრონსა და ჩაშნებულ კონფიდენციალურ ეკრანს შორის განსხვავება ისაა, რომ ბრონი შუშით აღწევს ამ დაცვას და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს გვერდით მდგომს გვინდა რომ რამე ვანახოთ, კარგი ხედვის კუთხე არ გვაქვს, რადგან ეკრანი ბნელია. მაგრამ S26 Ultra-ში ეს პიქსელებზეა ჩაშენებული, ესე იგი რაშია საქმე. ამ smartphone-ის ეკრანზე არსებული პიქსელების ნახევარი ისეა აწყობილი, რომ ამ პიქსელების სინათლე მხოლოდ ჩვენი სახისკენ მოდის. კლასიკურად ეს სინათლე ყველა მხარეს იფანტება და ამიტომაც გვაქვს კარგი ხედვის კუთხეები. როდესაც privacy display-ს ჩავთოთ, მხოლოდ ის პიქსელები რჩებიან განათებული, რომლებიც ჩვენი სახისკენ ანათებენ. შესაბამისად, გვერდით მდგომი ვეღარ ხედავს ეკრანს, რადგან ეკრანი ჩვენსკენ ანათებს. სასწაულია მე თუ მკითხავთ. მეტიც თქვენ წარმოიდგინეთ, რადგან პიქსელებზეა გაკეთებული, შეგვიძლია ჩვენს თავს მოვარგოთ და მაგალითად ეს ფუნქცია კონკრეტულ აპლიკაციებში შესვლისას ჩაირთოს. ან კიდევ ნოტიფიკაციები დაიფაროს, როდესაც მოგწერენ, რაც არის ძალიან მაგარი. და მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნქცია დაკოპირდება და სხვა ბრენდებიც გამოიყენებენ privacy displays. ხო, ეს privacy display ძალიან კარგია, მაგრამ პატარა გვერდითი მოვლენები შეუმჩნია ამ ეკრანს. რადგან აქამდე ყველა პიქსელი ეკრანზე თავისუფლად ანათებდა, ხედვის კუთხეებიც შესანიშნავი იყო. ახლა კი პიქსელების ნახევარი ჩვენი სახისკენაა მომართული და როდესაც smartphones გვერდზე გადავხრით, ეკრანი ცოტათი ბნელდება და ფერს ცვლის. ასევე privacy display-ის ჩართვისას ეკრანი უფრო ბნელი ხდება, რადგან ეკრანზე არსებული პიქსელების ნახევარი პირდაპირ მნიშვნელობით ქრება და აღარ ანათებს. მზის შუქზე ეს გასათვალისწინებელია ჩემი აზრით, მაგრამ ისიც არ მგონია პარკში იყოთ, ვინმე გვერდით დაგიდგეთ და ამის ჩართვა მოგიწიოთ. მიუხედავად ამ პატარა დანაკარგებისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბევრისთვის ძალიან სასიამოვნო დამატება იქნება, რადგან ყოველდღურად ვხედავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხს, რომელიც privacy ბრონს იყენებს. ზოგჯერ მიყვის ხოლმე ბნელ ეკრანზე რას ხედავენ თქო და მე მახსენდება, რომ privacy ბრონი აქვს. ამ smartphone-ით კი როცა გინდა ჩართავ და როცა გინდა გამორთავ ამ ფუნქციას, ან რაზეც გინდა ჩართავ და რაზეც გინდა გამორთავ, შენზე მოიგებ ძალიან მაგარია. S26 Plus-ი და S26 ცოტათი დამეჩაგდნენ, მაგრამ რა ვქნა ხო Ultra, მით უმეტეს ცისფერი. S26 კარგია მათთვის, ვინც პატარა smartphone-ის მოყვარულია, მაგალითად მე, და თავის 6.3 ინჩიან ეკრანში იმავე ხელოვნურ ინტელექტს იტევს, რასაც იტევს Ultra. ასევე ელემენტის ზომა დაპატარავებულია თავისთავად და 4300 mAh-იანია. ხოლო S26 Plus-ი 6.7 ინჩიანი ეკრანითაა წარმოდგენილი და თითქმის Ultra-ს ელემენტი აქვს 4900 mAh-იანი მოცულობით. S26 Plus-ი Ultra-სა და სტანდარტულს შორის მშვენიერი არჩევანია და თუ ასეთ smartphone-ს ეძებთ, შეგიძლიათ S26 Plus-ით ნახოთ. მოკლედ, ეს იყო Galaxy S26 Ultra, S26 Plus-ი და S26. ბევრი იყო სასაუბრო Ultra-ზე, რადგან თან არაფერი შეუცვლიათ, მაგრამ რაც შეცვალეს ეგენი იყო საინტერესო. ელემენტში OnePlus 15-ია საუკეთესო და ახლოსაა ეს S26 Ultra-ც. ეკრანზე რეზოლუციის დაკლება, როდესაც privacy display-ს ჩავთავთ, ცოტათი გულდასაწყვეტია, თუმცა ნამდვილად არ ვაკნინებ. Samsung-ია და თუნდაც ეს ახალი კონფიდენციალური და ანტიარეკლადი ეკრანი მათი ინოვაციებია, შეუძლიათ საუკეთესო იდეების ინტეგრირება და თან საშუალო მოხმარებელმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ამ რეზოლუციის დაკლება. წარმოდობით ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ გრძელვადიანი დატვირთვისას პერფორმანსი იკლებს ჯერჯერობით და განახლებები გამოასწორებს მაგ ამბავს. მოკლედ რომ შევაჯამო, შეიძლება საუკეთესო კონკრეტულად არაფერშია ასე, მაგრამ სტაბილურად კარგია ყველაფერში, რადგან Samsung-ია და სტაბილურობა ყოველთვისაა დამახასიათებელი ამ smartphone-ისთვის. რა თქმა უნდა, სამივე smartphone-ს ჩვენთან შეხვდებით, ნახეთ ლინკი აღწერაში ქვემოთ. გზაში გამოგვიწერეთ კიდეც, მე დავითი ვარ და შემდეგ შევხედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.